მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ დიდი სიყვარულით. როგორ ხართ, მითხარით? ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო კარგებო, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, თითოეული კომენტარისთვის, პირადში მოწერილი მესიჯებისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კომენტარს ტოვებს, სურნელოვანი ჭირცა ვანთოთ. ამ ყველაფერთან ერთად პირადშიც მიტოვებს ხოლმე შეტყობინებას მადლობის სახით და არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი მადლობა, რა ვიცი, როგორც შემიძლება მადლიერებით, თუ რამის დახმარება შემიძლია ხოლმე, ისედაც ვეხმარები, თუ რჩევის სახით ჭირდებათ, ისედაც ვეხმარები და ამაზე განსაკუთრებული არაფერი არავის არ ჭირდება, პირიქით აქეთ მადლობელი ვარ, რომ ამხელა ნდობა გაქვთ ჩემს მიმართ. განსაკუთრებულად მივესალმებით ჩემს ემიგრანტებს, დიდი მოკითხვით და ძალიან რთული პერიოდები აქვთ, ასე ვთქვათ, ჩემს ემიგრანტებს ეხლა ამ წუთას ამ პერიოდში, მაგრამ მესმის ეს სავსე მთვარეობის პერიოდი, ურთულეს პერიოდს გავდივართ, მე თვითონაც რო გითხრათ, რომ ეხლა ვგუგუნებ და არ მოქმედებს, მოგატყუებთ ძალიან მოქმედებს ჩემზეც, ხასიათების ცვლილებებზეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი საქმე რაც არის წმენდა არის, მესამე პირის ბლოგში ჩაგდება არის თუ და კონსულტაციებია, მე ჩემს საქმეს ვასრულებ, ასე ვთქვათ, პირნათლად. უბრალოდ შეიძლება იყოს მომენტი, რომ რაღაცა 2 დღე, 3 დღე ვერა, იმიტომ რომ ამ გადატვირთული რეჟიმის გამო, მაგრამ მე მინდა ეს ყველაფერი მეთქვა სავსე მთვარეობაზე, იმიტომ რომ მეც იგივენაირად ვარ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი თავი არ გეგონოთ, მხოლოდ რომ ცუდად ვარ, მწერენ, თეკო რა გავაკეთო ესე, მაგრამ ესე ვართ ყველა, მეც ასე ვარ, ჩემო ძვირფასებო, პლუს ამას ცნებები იცის და ვერც გუშინ ვერ ვიყავი კარგად, ამიტომ ეს პერიოდია გაივლის ესეთი ჩემო ძვირფასებო. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ახლის მომტანია, რაღაცა სიახლის მომტანია სავსე მთვარეობა და ყველაზე მთავარი წმენდებისთვის იდეალური პერიოდია, ჩემო კარგებო, იდეალური სავსე მთვარეობას, როდესაც ვიწყებთ წმენდას, ამიტომ დაგვიანებული არ არის, მომწერეთ პირადში, რა თქმა უნდა, ვერ მოგატყუებთ, ალბათ 2-3 შეიძლება დავამატო, 3-ც ვერა 2, ფიზიკურად ვეღარ დავამატებ მეც. ასევე ტაროს კურსის შესწავლა, ვისაც უნდა YouTube-ზე ჩემი ვიდეოს ბოლოს წერია ნომერი, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გამატებთ და ამიტომ ტაროს შესწავლასთან დაკავშირებითაც იჩქარეთ, თუ თქვენ ენერგიებით გრძნობთ, რომ საჭიროა და გჭირდებათ და რაღაცას გთხოვთ სამყარო და ხან გადაიფიქრეთ, ხან გადმოიფიქრეთ, ესე იგი ესეა საჭირო, რომ ეხლა უნდა დაიწყოთ, ესე იგი თქვენთვის სწორი და კარგი დროა, ამიტომ იდეალურია ეხლაც. დანარჩენი დეტალებთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. მოკლედ, ძალიან დიდი თხოვნით ვწერ ამ გაშლას, საჯაროს. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის კონკრეტულად რამდენიმე მთხოვა, მაგრამ ერთმა განსაკუთრებით ესენი ყველანი არიან ემიგრანტები და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათთვის არის და ყველაზე რთული რა არის, იცით? როდესაც იმყოფება 900 იქით მართლა და არ ვიცი რაღაცა კილომეტრები და რამდენი ათასი აშორებს ჩვენგან, მას ხომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია მესამე პირთან აქ, მიხვდით? ბრძოლა ძალიან რთულია შორი გზიდან, ურთულესია ჩემო ძვირფასებო შორი გზიდან. ამიტომ ნახეთ, მესმის, აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ ემიგრანტები ხარ რომ შეიძლება რომ ზოგმა მითხრას კომენტარში, რომ ჩვენ რა, ჩვენზე თქვენზეც ნერვიულობ, მაგრამ თქვენთან მესამე პირი, როდესაც აქვია ახლოს არის და შეგიძლიათ რაღაც გააკეთოთ და სადრო შორს ვართ და 4 კედელში ვარ გამომწყდეული, რომ ვაწყდებით, რომ ვერც რო წამხვალ, საქართველოს ერთ-ერთი რაიონი ხო არ არის, რომ მომინდა და ჩავჯექი და გამოყევი ან მატარებელს ან ავტობუსს, ხო? ურთულეს მდგომარეობაში არიან მესამე პირების გამო, რა თქმა უნდა, ბრძოლები უკვე დაწყებულია, მაგრამ რადგან ესე ძალიან თხოვეს, ერთ-ერთის გამოვწერ, მართლა ძალიან თხოვა და დანარჩენებსაც ვიცი, ვინც წერდით პირადში და ზოგადად კიდე კი ბატონო, ვისაც გაინტერესებთ, უყურეთ, არ არის პრობლემა. მოკლედ დღევანდელი კონსულტაცია არის მესამე პირებზე, რა თქმა უნდა, 2 დასტით ვიმუშავებ დღეს, იმიტომ რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, მესამე პირზე ცოტა რთულია, ერთი დასტით იმუშაო, ჯერ ისაც 2-ით ვმუშაობ და
საჯაროზე ხო, ეხლა საჯაროზე ზოგი არ წერს, ორი კი არა, ერთი არ კანით. დებენ ხოლმე ერთ დღეს, აი არ ვიცი, ხა ჩემთვის არა, რა ვქნა. TikTok-ზეც იგივე ვიდეოს გიტვირთავთ, იმიტომ რომ მე ესე 5 წუთიან ვიდეოებს ვერ დაგიდებს და ვისაც არ მოწონს, შეუძლია ასკროლოს. Google-ოთ კიდე ვიდეო არასდროს არ ჩამიწერია, ამიტომ მთელ ენერგიას ვდებ ვიდეოში, მთელ ემოციას ვდებ ვიდეოში ჩემი ძვირფასები. კარგით. მესამე პირი. ოღონდ მე ჯერ მინდა ვნახო, ვის ეხება ეს სიტუაცია. ხო, ყველას ხო შეიძლება არ ეხებოდეს. ვის ეხება ეს სიტუაცია? როგორ ადამიანებს, როგორ პიროვნებებს, როგორ ოჯახს. შემდგომ მე მაინტერესებს მე არც კითხვებს არ ვწერ წინას, რაი რაც მოდის ენერგეტიკულად იმ კითხვებსავ. ჩაფიქრებული პარტნიორის ეხლა ამ წუთას ფიქრები მესამე პირის მიმართ. შემდგომ ჩაფიქრებული პარტნიორის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. შემდგომ მესამე პირისგან რას უნდა ველოდოთ? აი, კიდე რას უნდა ველოდოთ? ხო, ამდენი გააკეთა და წაგართვათ, ხო, ეს ადამიანი. რეალურად ეხლა ამ სიტუაციას ხურებთ. მესამე პირი ამას ეხება თორე, ეხლა მესამე პირი კი ბატონო, მე იმას არ ვიძახ, შეიძლება დედაც იყოს და ბებიაც კი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო გართმევთ ადამიანს, დედა არის შვილს ართმევს, ქალი არის პარტნიორს ართმევს, ხო? ამიტომ კიდე რას უნდა ველოდოთ მესამე პირისგან? შემდგომ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში, ვინც ახლა მიყურებთ ჩემო ძვირფასებო. და იმყოფებოდა თუ არა მამაკაცი აქამდე მაგიური ზეგავლენის ქვეშ. თავარია მიყვე, თორე რომელია დიდად არ, ანუ თავარია სწორად მიყვეთ, რა ასე ვთქვათ. კითხვებს ბოლოს რჩევას აქეთ დავდებ 7 კითხვიანი გაშლა გვექნება. ოხ, ეს თვით არ მიპარებოდა. და მეორე აი ესეთი ჩემი ოქროს რაიდერი, ორი მაქვს ოქროს რაიდერი, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გამოვიყენებია მგონი, აღარ გახსოვს. დავდებ ბოდიშით. სურნელოვანი ჩხილი ცალანთე. დასტის ფონი იმ სამზე ზიან სამეფოს დასტარზე კვერთხების არა ხმების მეფეა ბოდიშით გაბრაზებული ხმების ცივი. არ ვიცი ზოგისთვის შეიძლება სამხედრო პირი იყოს, ზოგისთვის შეიძლება ექიმი იყოს, თუ არ არის ექიმი და მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ გაბრაზებული ცივ ენერგიებში მყოფ მამაკაცს ეხება. ეხლა ამ წუთას ცივ ენერგიებში მყოფს. ну, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გუპარება, ხო, მაშინ სულ არ ჩავწერთ მესამე პირზე ამ ვიდეოს. თუ ადამიანთან კარგად გაქვთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, სულ არ გჭირდება მესამე პირი. ეს ვიდეოს ჩაწერა. თუ დამჭირდა დავამატებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აღარ დამჭირდება. საკმაოდ 6 თითო კითხვაზე 6 არკანი. აუ, გავგიჟდი, ეხა მართლა. გადავირიე ძვირფასებო, მეორე და რაიდერის. ნახეთ. ესე იგი, ზიანის სამეფოს დასტის ფონი, ხმლების მეფე, რაიდერის დასტის ფონი, ხმლების დედოფალი. ეს რა ხდება? ეხლა გავგიჟდები რამხელა სიბრაზესთან და სიცივესთან გვაქვს საქმე. ჩახოცილი ყავთ აი, ჩვეულებრივად ჩახოცილი ყავთ ერთმანეთი. აი, ეხლა მე რომც არ მოვაბრუნო პირველი 6 არკანი, ხო, ვის ეხება? ისედაც ხვდები უკვე ვის ეხება, რა ბრძოლას ეხება, რა ორთაბრძოლას ეხება, როგორ ჩაკეტილობას ეხება, რა სიტუაციებს ეხება. შოქში ვარ და ყველაზე მთავარი. პირდაპირ დამიჯდა ორი დედოფალი. აი, ხალხო, ტარო არის საოცრება. მესამე პირზე დავიწყე ორი დასტით.
ორივე დასტაზე ხუხმლები ამოვიდა, აგერ თქვენ თვალთ დაინახეთ და ვის ეხება ეს სიტუაცია და ნახეთ, აქედან კვერთხების დედოფალი, რომელიც ბრძოლობს ამ კაცისთვის, აქედან თასების დედოფალი. აი მართლა შოკში ვარ და 6-იანი პენტაკლების შუაში ორივე რომ მუშაობს ამ საკითხზე, ორივე თავისით ბრძოლობს. ორივე რო თავისას აკეთებს, ხო ხვდები, ჩუაზე რო იხევიან, აი დაახლოებით ეს სიტუაცია არის და რა აღმოჩნდა, ის იქიდან ბრძოლობს ეს აქედან და აი მამაკაცი რვიან ხმლებში. ანუ გამოუვალ მდგომარეობაში, გაბრაზებულ სიტუაციაში, თვითონაც არის ის რა გააკეთოს როგორანაირად, აი ჩვეულებრივი ომი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ბრძოლა შეიძლება რომელიმე წააგოს, მაგრამ ომი არ დამთავრებულა. აი სიტუაცია ეხება ამათ, ვისაც კი ხებათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება. როგორც ჩანს, ერთი ცოლი, მეორეც შეიძლება, კი ბატონო, არ არის გამორიცხული ერთი პარტნიორი და მანამდე ყოფილი ცოლი, აბსოლუტურად აი სრული მესამე პირებზე, ოღონდ აქ ორთაბრძოლა მიდის ყოფილ სიტუაციასა და ახლანდელ სიტუაციას შორის. ნახოთ. მამაკაცის ენერგიები აი ეხლა მესამე პირთან დაკავშირებით და აი თქვენ ვინც მიყურებთ, ზოგი შეიძლება ჩემი კოლეგა მიყურებს. ნახეთ, აბსოლუტურად თავიდან რაღაცა სიტუაციები შეცვალა და აბსოლუტურად თავიდან დაიწყო და რატო გეტყვით? და არ დაეზარა და არც დაეზარება კიდე, ეხა კი გამოუვალ მდგომარეობაში ეს კაცი. კვერთხების მეფეა ძვირფასებო. ანუ სექსუალური კუთხით ფიქრობს. აბსოლუტურად, ესე იგი, ამის ტვინი კი ეხა ხმლები აქვს ჩართული. მაგრამ ამის ტვინი ძირითადად მუშაობს, როგორც მოერგები, როგორც ასიამოვნებთ, როგორც ყველაფერს გაუკეთებთ. კი ბატონო, მაგრამ ყველაზე მთავარი, როგორც ჩანს ამ წუთას, ვინც გვერდში ყავს და ვინც ბრძოლობს, იმასთან არის ეხლა ამ წუთას, მაგრამ ნახეთ რა მომენტია, 4-იან ხმლებშია მაინც. მე ვფიქრობ, რომ ეს მამაკაცი რაღაცეებს ნანობს. უკან 8-იანი ხმლები, აქ 4-იანი ხმლები, მაგრამ ნახეთ რა ხდება. უკან დასახევი გზა რო არა აქვს და მხოლოდ ეხა დგას და გათვალიერებთ სოციალურ ქსელში. ვიხდით რას აკეთებს? სოციალურ ქსელში გათვალიერებთ. ეხა მეტი გზა არ დარჩენია, მეტი სიტუაციები არ დარჩენია ამ მამაკაც და ყველაზე მთავარი რაღაცა აი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს. არ ვიცი რა მოხდა, კი ბატონო, შეიძლება თქვათ იმასთან ახლა ვისთანაც არის მესამე პირთან რაღაცა ცვლილებები მოხდა, ვიღაცამ რაღაცა ურჩია, არ არის გამორიცხული არაფერი. მაგრამ ამის ტვინი მარტივად, ასე ვთქვათ, შემოbrunდა ჯერ ცუდად არ ვიძახი, მე არ მინდა რომ ცუდად მიიღოთ, მაგრამ მამაკაცი ზოგადად, როდესაც ხვის ჭკუაზე გაივლის, მე ესეთ კაცებს პატივს არ ვცემ. შეიძლება გეწყინოთ ეხა ვინც მიყურებთ და ვისაც გეხებათ, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ასე გიყვარდათ ქალი, აი ეს ქურუმი, ეხლა ვინც მიყურებთ, თქვენ გულისხმობთ და დგახართ ეხლა და მარტო სოციალურ ქსელში ათვალიერებთ და რაღაცეების გამო ვეღარ დგავთ ნაბიჯს, რომ ამ ადამიანს შეურიგდეთ, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, თქვენ არ ხართ პატივსაცემი ადამიანები. მე ყველა ჩემი პაციენტი მიცნობს, მე მამაკაცსაც ვამართლებ ბევრჯერ და ქალსაც ვამტყუნებ ბევრჯერ. აი ამ შემთხვევაში არანაირი გასასამართლებელი არ აქვს, აი ამ მამაკაცს ეხლა ამ წუთას. ჩემს თვალში აი აბსოლუტურად 0, 0. იმიტომ რომ კაცი, რომელიც ესე მარტივი, ასე ვთქვათ, სატრიალებელია და ვინცაც დაუძახებს იქ წავა და იქ წამოვა, არ ვიცი, ჩემთვის პირადად 0-ია. რა თქმა უნდა, ბრძოლობთ ეხლა ვინც მიყურებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებთ, რაღაც მომენტში აზარტიც არის, რომ რატო უნდა გადავულოცო, ხო? ამ საკითხზე ვმუშაობ, ამ წუთასაც აი ამდენ ადამიანთან მესამე პირებზე. თორე მე ვეუბნები, რომ აი გიღირს, ეს ყველაფერი ამათ გიღირს, მაგრამ მესმის, როდესაც გიყვარს ძნელია, მაგრამ აი ამ კაცისგან, რავი, რო შემეძლოს ალბათ ჯარგონული სიტყვები, საერთოდ სხვა სიტყვებს გამოვიყენებდი გაშლაში უბრალოდ ჩემს თავს ვცემ პატივს და ვიდეო რო არ დამიბლოკონ და პლუს ამას თქვენ გცემთ პატივს კიდევ, თორე აი ამის მერე ხა მე რასაც უყურებ, ვისთანაც მესამე პირია, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ხა მესამე პირი არის კაცო საერთოდ სხვა სიტუაციები და სხვა მდგომარეობა რო აქ არის, მე მინდა სწორად გაიგო წართმეულზე, როდესაც მოვიდნენ, აიღეს და წაიღეს. აი ესეთ მამაკაცებს საუბრობ ეხა, თორე უკვე რო წაყვანილია, თორე ეხა რო რაღაცა ფლირტის სიტუაციებია და მიდის მოდის და ვერ გაუგია რა უნდა, ამათ არ გულისხმობ, მე ვგულისხმობ პირდაპირ რო წაიყვანეს თქვენიდან. ნახოთ.
თქვენთან დაკავშირებით მამაკაცის ფიქრები. ეს არის ჩვეულებრივი გამოცდა. პირდაპირ გეუბნებით ჩემო ძვირფასებო, ვინც მიყურებთ, ეს არის ჯაჯმენტი. თქვენი გასავლელია ეს გზა, ჩემო ძვირფასებო, თქვენ მაგივრად ამ გზას ვერ გაივლის ვერავინ, მაგრამ ნახეთ, манипуляციები. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გცდით კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მესამე პირთან იმყოფება, არ არის გამორიცხული, რომ გცდიდეთ. არ არის გამორიცხული, ხო გეუბნებით სოციალურ ქსელში, ხან საიდან შემოდიოდეს, ხან საიდან. ჩვეულებრივ გამოცდას გიწყობთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ ფიქრებთან, რასაც მე ეხლა ვუყურებ, კი გაბრაზებულია, ვერ მოგატყობთ. ძალიან არის გაბრაზებული თქვენზე, არ ვიცი, რაზე გაბრაზდა, ზეთყვებოდით, რა ეწყინა, რა სიტუაციები იყო. ნახოთ ეხლა რატოა გაბრაზებული, ვნახავ, მაგრამ ფაქტია სიტუაციურად ეს ადამიანი თქვენზე განაწყენებული აქეთ და გაბრაზებული ამ დროს პირიქით თქვენ აიყოთ გაბრაზებული, ნახოთ. რატომ არის გაბრაზებული? ემოციებიდან წასული. გული აქ ნატკენი, არ ვიცი რა სელოდა თქვენგან, რა სელოდა. რო ადგებოდით და სახში მიაკითხავდით და აი ქურუმი აქაც ფიქრობს თქვენზე. თქვენზე ფიქრები აქვს, ჩემო ძვირფასებო. ქურუმი არის და რა, ქურუმი ქალი ხარ თქვენ, მაგრამ ემოციურად რო წავიდა რა ეგონა. გაიკიდებოდით და ჩამოიკიდებოდით, ზუსტადაც რო არ გაიკიდეთ და არ ჩამოიკიდეთ, იმიტომ არის გაბრაზებული აქეთ და იმიტოა ეგეთ რთულ სიტუაციაში. ნახოთ, კი ბატონო. კრიზისი, ჩვეულებრივი კრიზისია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. ეხლა ვისთანაც ვიმუშავე მე მესამე პირებთან, მაგიის მოხსნასთან დაკავშირებით, კი ბატონო, აქ უკვე ნელ-ნელა სიტუაცია გამოდის, მაგრამ ძალიან ბევრთან ისე ვისია. და თუ მაგია არ არის და დარწმუნებულები ვართ და მე გითხარით, რომ მაგია არ არის, ან თუ მოხსნილია, ეხლა ნახეთ პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. კარგი манипуляციები აქვს ჩართული მესამე პირს. იდეალური, არ ვიცი ვის იყენებს, არ ვიცი რას იყენებს, მაგრამ მესამე პირს ჩართულია კარგი манипуляციები და ეს კაცი ამიტომ ვერ მოდის თქვენამდე. ეს იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, აი როგორი გაურებულია. აი როგორ უნდა ნაბიჯი გადმოდგას თქვენსკენ, მაგრამ ერთი ნაბიჯი უკან, ერთი ნაბიჯი წინ, 10 უკან, იმიტომ რომ აი ამ მესამე პირს იდეალური манипуляციები აქვს ჩართული და ეგრე იჭერს. არ ვიცი, ეს კაცები ან როგორ არიან, რომ ესე შეუძლიათ, რომ манипуляციის ქვეშ მოიქცნენ, მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია არიან. რას უნდა ველოდოთ მესამე პირისგან კიდე? ნახოთ. ეხლა ამ წუთას სიმართლე რო გითხრათ, ტრანსფორმაცია შეიძლება თქვენი პარტნიორი და ზოგადად ურთიერთობაც გადასული, მაგრამ ერთი წუთით რას უნდა ველოდოთ მესამე პირისგან კიდე? კიდე უნდა ამოვიღო 3 არკანი, რაღაცა არ დამაკმაყოფილა 6 მარკი. რას უნდა ველოდოთ კიდე მესამე პირებისგან? ეგოისტობა. კი. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით ამ კითხვაზე სამყაროს არკანმა დამიხურა და მეტ არკანს ამ კითხვაზე ვეღარ ამოვიღებ და პირდაპირ გეუბნებით, აი როგორი ეგოისტია ეს იმპერატორი, მასაც უნდა და თქვენც. ეგოისტობას ელოდეთ, იცოდეთ. აქ შეიძლება მაგია მოხსნილი იყოს უკვე, მაგრამ манипуляციები აქვს ძალიან დიდი ჩართული, ეს იცოდეთ. არდ, მაგრამ სამყარო ვერ მოგატყუებთ, რეალურად სამყარო ნახეთ როგორია, ხო როგორც სწორად ჩათვლის, ისე იქნება და ისე დაალაგებს. თქვენც გაწამებთ და რეალურად შეიძლება ეს კაციც გაწამებული იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, ეს ქალი არ დათმობს პოზიციებს, ეს ეგოისტია. ანუ манипуляციები აქვს ჩართული, აქ მაგია აღარაფერ შუაში არ არის, ეს ცოდეთ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, არ ვიცი, ბოლომდე იბრძოლებთ თუ დაიღლებით თუ რა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, პირდაპირ გეუბნებით რა. მესამე პირებისგან ძალიან ბევრი კიდევ უარესი манипуляციები ჩაირთვება. ამიტომ ძალიან ჭკვიანურად მოიქცეთ. ნახოთ ახლა ჩვენთან ერთად. არა. ხო გეუბნებით, კითხვები დავსვი და კითხვებს პასუხს ვერ ვცემ, გჯერათ? ეს შოკში ვარ. იმიტომ რომ კითხვები რაც დავსვი, ტარო მითხრა რომ საერთოდ სხვა კუთხით წაიყვანეო და ანუ სხვა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. მე ხო ვარ თქვენი შუამავალი, ხო? ესე იგი, იმ კითხვებზე პასუხს მარტო რჩევას ვერ გაძლევთ კიდე. არ არის კარგი მდგომარეობა, არ გაჩერდება. ანუ ნახეთ,
კითხვებზე პასუხს იმიტომ ვერ გცემთ, რომ მესამე პირზე პირდაპირ მნიშვნელობით მოდის და მოდის ენერგიები, მოდის და მოდის ინფორმაციები, რომ კიდევ ბევრი ინფორმაცია უნდა მოგცეთ. რამდენჯერაც რაღაცა ენადამება, უღოთ მართლა შოკში ვარ. რამდენჯერაც რაღაცა გგონიათ, რომ დასრულდა. ნახეთ, თქნარება ამიტყდა. რამდენჯერაც რაღაცა გგონიათ, რომ დასრულდა და იქნებ ეხლა წამოვიდეს ეს ადამიანი ჩემსკენ, იმდენჯერ ჩაერთვება манипуляციები და ახალი მუშაობა. ახალ რაღაცებს, სულ ახალ-ახალს გააკეთებს, ეს ცოდეთ ჩემო ძვირფასებო. ვერ აჯობებთ ამას. მე მესმის, ხო, ეხლა შეიძლება ძალიან ბევრმა ინერვიულოს ჩემი საჯარო ვიდეო ჩაწერის მერე. მაგრამ ნახეთ, ანუ ვერ გახდებით როგორ გეუბნებით. აი მაშინ არ ვიცი. სახში უნდა მიუვარდეთ, არ ვიცი, რა ვიცი, რაც ხელში მოგხვდებათ, ხო ხვდებით, ბრძოლა არის, ომი არის. აქ ჩუმი ომი აღარ ჭრის. აი შოკში ვარ, მართლა შოკში ვარ ენადამება. აი ესეთი შემთხვევა მესამე პირებზე ძალიან ადრე მაქვს ჩაწერილი. ამას არ ველოდი. რამდენჯერაც რაღაცა დასრულდება და გონიათ, რომ დამთავრდა და ეხლა წამოვა ეს ადამიანი თქვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხსნაც გაკეთებული გვაქვს და ვიბრძოლებთ, კიდევ ბევრს ვიბრძოლებთ. ყველაფერს თავიდან დაიწყებს. ანუ ნახეთ, ეხლა ზუსტად მინდა რომ გაიგოთ. სანამ ეს ამ კაცს არ ჩაერთვება თავისი აზროვნება და სანამ ეს კაცი სხვის ჭკუაზე ივლის, ეს იცოდეთ, რომ ყოველთვის ესე გაგრძელდება. რამდენჯერაც რაღაცა დამთავრდება, თქვენთან წამოვა, კი ბატონო, რაღაცა ეტაპზე წამოვა, მერე ისევ გაიქცევა. წამოვა თქვენს მხარეს მობრუნდება, ისევ გაიქცევა. მიხვდით? ეს ქალი არ გაჩერდება, ეს იცოდეთ. მე არ ვიცი ზოგისთვის შეიძლება დედა იყოს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დედა აქ უფრო არის ყოფილი პარტნიორი, ყოფილი ცოლი, ყოფილი თემები, რომელსაც ჩაერთო ეგოისტობა და რატო დაუთმო ვიღაცას, ეს არის ჩემი. აი, დაახლოებით აი ესეთ სიტუაცია. ამიტომ ძალიან რთულია, ეხლა მე რასაც გეუბნებით, ეხლა მე რჩევას კიდე ამოვიღებ, კიდე 6 არკანით. ნახოთ რჩევაში რაც გეტყვით, მაგრამ აი, როგორ აგიხსნათ, მე მაგალითად ხო, ვიბრძოლე, მაგრამ თუ კიდე რაღაც ახალ манипуляციებში მოიქცევა ეს კაცი, მე მაგალითად ამისთანა კაც, აი არ ვიცი, ვერ გეუბნებით რა, ვერც იმას გეუბნებით, ვერც იმას, იმიტომ რომ თქვენი მესმის, რომ გიყვართ ადამიანი, ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ არის უკვე წაყვანილი მამაკაცი, საუბარი, უკვე რო წაყვანილია. ეხლა რო ვბრძოლობთ, რომ ჯერ თვითონაც ვერ გაურკვევია რა უნდა არა. აქ უკვე წაყვანილი მამაკაცია, ეს საჯარო გაშლა, ეს ცოდეთ ჩემო ძვირფასებო და ყველაზე მთავარი, მე დამახჩვა მან ბოლმაც იმისი სურნელოვანი ჭხილიც. ახლა მე რჩევასაც გეტყვით, მაგრამ იმპერატრიცა ხართ, იმპერატრიცა და ქურუმი. ქურუმი ან თქვენ, ან პირიქით ის ქურუმი და თქვენ იმპერატრიცა ერთმანეთის, აი ტაროზე სწორი არაფერი არ არის, ჩემო ძვირფასებო, ამაზე რეალური, იმიტოა პირადი ყოველთვის ჯობია ხოლმე პირადი გაშლა ეს ხა საჯაროა. შეხედეთ საჯარომ რამხელა ინფორმაცია დაგვიდო და პირადი რას დაგვიდებს, ხო? ქურუმი და იმპერატრიცა დაუპირისპირდა ერთმანეთს. ძალიან დიდი შერკინება გელოდებათ, ძალიან დიდი ბრძოლები გელოდებათ, არ ვიცი. ტარო პირდაპირ გითხრათ, კიდე გელოდებათ. ბრძოლები წინ არის ჯერ და კიდე გელოდებათ. რაც არ უნდა გააკეთოთ, მოვა, მაგრამ ეს თავის ამას რაღაც კოზირი უჭერია. კი ბატონო, არ ვიცი, შეიძლება შვილი ყავს მასთან, შეიძლება ზოგადად ხო ხვდებით, კოზირი უჭერია ამ ქალს, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. ამიტომ მაშინ მართლა უნდა ადგეთ და არ ვიცი, სახში მიხვიდეთ თქვენც თუ ესეთი სტატუსი გქონდათ, ხო? კი ბატონო და მიგესვლებათ, უნდა მიხვიდეთ, არ ვიცი, თავზე დაამხოთ ყველაფერი, აი თუნდაც ეს, იმიტომ რომ აი რო ნერვიულობთ და გულსას კდებით და მე ვიცი როგორც ხართ, ან ეს არის გამოსავალი, რომ აი ამოისუნთქოთ თქვენ მე მიხვდით ტელეფონით და მესიჯით არა, აი პირისპირ ერთ-ერთზე უნდა დაინახოთ ეს ადამიანი და თავზე უნდა დაამხოთ ყველაფერი. მე ესე მოვიქცეოდი. სამსახური იქნებოდა სახლა იქ მივაკითხავდი და არ შევარჩენდი, მიხვდით? კაცსაც და ქალსაც ორივეს გულისხმობ მე, ორივესთან მივიდოდი. ეხლა ზოგმა შეიძლება დაიწყოს თავის დამცირება, არა? თავს კი არ ვიმცირებ. აი მე რო გავთავისუფლდე ამ ენერგიისგან, აი ამიტომ ვაკეთებ, თორე იმად გამო კი არ ვაკეთებ, ჩემი თავის გამო ვაკეთებ. კიდევ ვიმეორებ, წაყვანილ პიროვნებაზეა ლაპარაკი, უკვე მასთან როა ეს მამაკაცი. ამიტომ რჩევაში პირდაპირ გეუბნებით, კიდევ წინ არის დიდი ბრძოლები და დაპირისპირება. რომც მოვიდეს ეს მამაკაცი, ეს ქალი კიდე ახალ манипуляციებს ჩართავს, ეს იცოდეთ. კიდე ახალს ჩართავს. ერთადერთი გამოსავალი მე რასაც ვხედავ ამ დაპირისპირებაში, არ ვიცი რავი, უნდა მიხვიდეთ.
ის თუ არ მოდის თქვენამდე, თქვენ ახლა მე ვიცი ბევრი ემიგრანტი მიყურებს და მათზეც არის აქ საუბარი. რა ვიცი, ჩამოდით მაშინ, მიდით, მიაკუთხეთ, მარტო მაგიტომ გიღირთ მაშინ, რა ვიცი, აბა, მაგრამ გამოდის რომ ნერვები ჩათვალეთ, რომ ვაფშე მოგესპობათ და კი მომსწარი გაქვთ ისედაც მესმის თქვენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ხო ამოისუნთქებთ და დაისვენებთ და რეალურად გაიგებთ რა მოხდა. აი სხვირპირში შევახლიდი, რასაც ვფიქრობ და პასუხი მითხარი გამაგებინი. აი ესე მოვიქცეოდი მე, მაგრამ რა თქმა უნდა იმიგრაციიდან ჩამოსვლა ძალიან რთულია, ხო, იმიტომ რომ ეს მე ემიგრანტების თხოვნით ჩავწერე. და არ გეხებათ იმათ, ვისთანაც უბრალოდ ვიღაცა მოწონს, გაიგეთ, რომ აი ვიღაც ქალი არა, ეს ეხება წაყვანილ პიროვნებას, რომელიც უკვე მასთან ცხოვრობს. არ ვიცი, აი ჩემო ძვირფასებო, მაშინ უნდა იბრძოლოთ, თუ ხართ მებრძოლი, იბრძოლეთ. კი ბატონო და დავიწყოთ ბრძოლა და თუ არა და მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ რომ თქვენ ამოისუნთქოთ და დაისვენოთ, აი ესე ან დაურეკოთ და პირში მიახვალოთ, რასაც ფიქრობთ, თუ ცხონომრიდან ან თუ დაბლოკილი ყავხართ რამე, თუ არა ჩამოხვიდეთ, ან ვინც აქ ცხოვრობთ, სახლში მიხვიდეთ და არ ვიცი, აი რასაც ფიქრობთ, თავზე დაამხოთ ყველაფერი. მე ყოველ შემთხვევაში ესე მოვიქცეოდი. არ შევარჩენ, გამორიცხულია, კიდევ იმერობ, იმიტომ არა, რომ თავს ვიმცირება, არა. ეს იმიტომ, რომ მე ამოვისუნთქო და მე გავთავისუფლდე. ყველაზე მეტად მეზიზღება ტყუილი, აგერ კი იციან, ჩემ პირადი კონსულტაციებიდან ჩემმა მეგოებმაც და ბიჭებმაც, ამიტომ რასაც ვფიქრობთ, ის უნდა ვთქვათ. ის დრო წავიდა, პირში რო წყალს ვიგუბებდით და უფლება არ გქონდა რაღაცები გვეთქვა. აი რასაც ვფიქრობთ, ყველაფერი უნდა უთხრათ. რომ პირველ რიგში თქვენ ამოისუნთქოთ და გულზე გულით ხო ფაქტურად გულსასკდებით და მე ხო ვიცი როგორ ხართ. არ ვიცი, დანარჩენი თქვენი ნობაა ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი თხოვნა იყო მესამე პირებზე და ზუსტად ემიგრანტებისგან იყო. ეს იყო დღევანდელი კონსულტაცია, დაგელოდებით კომენტარებში YouTube-ზე, TikTok-ზე რო აკვირთავ, TikTok-ზე პირადში მომწერეთ, შემოკარგებო. ზოგადად ან პირდაპირ ნომერი დამიტოვეთ და მე თვითონ დაგამატებთ WhatsApp-ზე, ხო ბევრი მესიჯი მოდის TikTok-ზე და ფიზიკურად ვერ პასუხობ ყველას. ნომერი დატოვეთ, დაგირეკავთ და ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით. მიყვარხართ ყველა.